მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და მოგიკითხავთ ყველას. და მინდა პირველ რიგში მადლობით დავიწყო. მადლობა ყველას, ვინც ჩემი არხი გამოიწერა, ვინც მილაიქებს, მიკომენტარებს. ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ეს არის ერთგვარი ენერგიების გაცვლა, ჩემო ძვირფასებო. ჩემთვისაც კარგია და თქვენთვისაც სასარგებლოა, ჩემო კარგებო. ისე რომ გამოიწერეთ, თხოვნა მაქვს არხი, ვისაც არ გამოგიწერიათ. ახლა ვნახოთ ასეთი გაშლა, რომელიც ერთ-ერთი კომენტარის ავტორმა დამიტოვა. ავტორი არ მახსოვს, მაგრამ ვინ იყო, მაგრამ თხოვა რომ გამეკეთებინა გაშლა უკონტაქტო ურთიერთობაზე. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე, მე ვასრულებ თქვენს თხოვნებს, ჩემო კარგებო, რა თქმა უნდა. მომავალშიც გავითვალისწინებ და ვნახოთ მას ორ ვარიანტზე უკონტაქტო ურთიერთობა, როგორი განვითარება ექნება, ხო? ვნახოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება რას ფიქრობს თქვენზე ამ მომენტში, რა გეგმები, რა ზრახვები აქვს, რა დაინტერესება და ვნახოთ ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა, ჩემო ლამაზებო. მაშ დავიწყოთ, მამაკაცები თუ მიყურებთ, შეაბრუნეთ საპირისპიროდ და დავიწყოთ. ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, მე გადავდებ მეორე ვარიანტს. გვერდით ვნახოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია. ვნახოთ, რომ მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა, თქვენი დამოკიდებულება როგორია პირველ რიგში ამ პიროვნების მიმართ და მიხვდებით, რამდენად სწორედ აირჩიეთ ვარიანტი. თუ არც ერთი ვარიანტი თქვენთან არ რეზონირდა, ჩემო ძვირფასებო, ესე იგი დღეს თქვენი გაშლა არ არის. მას ასე პირველი ვარიანტის წარმომადგენელი როგორ ხედავს იმ პიროვნებას, ვისაც უყურებს, ხო? ვინც ჩაიფიქრეთ თქვენ, როგორ ხედავს პირველი ვარიანტის წარმომადგენელი იმ პიროვნებას, ვინც ჩაიფიქრა, ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ როგორი პიროვნება, არ ვიცი, შესაძლებელია თქვენზე პიროვნება წლოვანებით დიდი იყოს, არ არის გამორიცხული, რაღაც სხვაობა იყოს ასაკობრივი, ან დიდი ან პატარა. ასევე შესაძლებელია პიროვნება, ღრმადმორწმუნე პიროვნება იყოს და ურთიერთობა გქონდეთ საკმაოდ ისეთი მეგობრული ურთიერთობა, შესაძლებელია მისგან იღებთ რაღაც საუბრისას სასარგებლო რაღაც რჩევებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენს თვალში ეს პიროვნება, ვფიქრობ, რომ როგორი პიროვნება იცით თქვენს თვალში, საკმაოდ პასუხისმგებლობით სავსე პიროვნება, რომელსაც შესაძლებელია ბევრი რაღაც ვალდებულება აქვს, ყოველ შემთხვევაში აღებული თქვენ ასე ხედავთ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მოძრავი, ერთ ადგილას არ ჩერდება, მიზანდასახულ პიროვნებად ხედავთ. შესაძლებელია ჰყავს ტრანსპორტი, ნახოთ კიდევ და ანუ როგორი მომენტია, იცით, პიროვნება, აი როგორც იმპერატორი, ისევ ამოვიდა როგორც იმპერატორი, საკმაოდ მოზომილი პიროვნება, თავის ქცევებში, თავის საუბარში. შესაძლებელია ფიქრობთ, რომ პიროვნება, რომელთანაც ამჟამად ურთიერთობა გაქვთ, ხო, შესაძლებელია ზოგიერთს ან სამსახურებრივად გაქვთ რაღაც კავშირი, საერთო საქმე გაკავშირებთ, ზოგიერთს შესაძლებელია გქონდეთ იყოს ყოფილი, როგორ გითხრათ, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც გქონდათ რაღაც ურთიერთობა და ასევე საკმაოდ ეს სტატუსიან პიროვნებად ხედავთ და მკაცრ პიროვნებად სხვათა შორის, აი იმპერატორია, ხო? არ არის ეს პაჟის ენერგიის მატარებელი, საკმაოდ ჩამოყალიბებული პიროვნება, მაგრამ ამ მომენტისთვის შესაძლებელია ამ პიროვნებას აქვს რაღაც გადის რაღაც ტრანსფორმაციას, ხო? ან როგორ გითხრათ, ახლა დავაზუსტოთ მაინც, ხო? შესაძლებელია ცით არის რაღაც ცხოვრებაში ქონდა რაღაც სირთულეები, შეიძლება რაღაც ფინანსური კრიზისი ქონდა პიროვნებას, რაღაც საქმეში არ გაუმართლდა, მაგრამ ამ მომენტისთვის სტაბილურად არის, იცის რა უნდა ცხოვრებაში, რის იმიღება სურს, აქვს თავისი რაღაც გეგმები, ჩანაფიქრები და აი იმ გეგმებისკენ, ჩანაფიქრებისკენ მიუდის. ერთი სიტყვით, საკმაოდ შემდგარი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენს თვალში. პიროვნება, რომელსაც ცხოვრებაში შესაძლებელია ბევრი რაღაც სირთულეც შეხვედრია, ბევრი რაღაც პასუხისმგებლობა აქვს, ისევ გავიმეორებ, რომ ყველასთან ეს საჯარო გაშლა და ყველასთან ინდივიდუალური იქნება, ამიტომ თქვენი რაც არის, ის აიღეთ. შესაძლებელია პიროვნებასთან გქონდათ ზოგიერთს ხო რაღაც შეხება, მაგრამ იყო რაღაც გაუგებრობა, ჩემო ძვირფასებო, და ამ მომენტში შეიძლება ითქვას, რომ პიროვნება ცოტა თქვენთვის, როგორი იცით, ახლოს არ გიშვებთ თითქოს რაღაც მაინც და მაინც რომ თქვა, რომ ძალიან ისეთი კომუნიკაცია გაქვთ, არა,
იმიტომ რომ ეს ზღვარი აქვს გავლებული, თითქოს რაღაც ჩარჩოებს გიწესებთ ჩემო ძვირფასებო, რაღაც ბარიერს გიქმნით, რომ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ მის ჩანაფიქრს რა აქვს გულში, ხო? ანუ პიროვნებასთან კი ბატონო, იეროფანტი ისეთი პიროვნებაა, რომელთანაც შეიძლება ხო საუბარი რაღაც პრობლემების განხილვა ასე შემდეგ, მაგრამ აი ამის იქით თითქოს რაღაც უკვე ჩერდება, ხო? აქ იმდენი უფრო ძირითადად პიროვნება დაკავებულია თავისი საქმით, თავისი რაღაც ყოფა-ცხოვრებით, შესაძლოა იმიტომ, რომ აქვს რაღაც ვალდებულებები და შეიძლება ზოგიერთთან იყოს ისეთი მომენტიც, რომ მაინც და მაინც ხშირი კომუნიკაცია არ გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, ვერ ახერხებთ ერთი სიტყვით მასთან, აი მუდმივ კომუნიკაციას, მუდმივად შესაძლებელია ეს პიროვნება თქვენთვის, როგორ გითხრათ, დაკავებულია და აი ეს ხშირი კომუნიკაცია არ გაქვთ, ხო? და ხშირი რაღაც მიმოწერა, მესიჯობა, იმიტომ რომ პიროვნება შესაძლებელია რეალურად დასაქმებულია სამსახურშია, მუშაობს და აი ესე ხედავთ, ჩემო ძვირფასებო, ვისთვისაც ანუ ეს სიგნიფიკაცია, ეს არის თქვენი თვალით დანახული პიროვნება, თქვენი შეფასება იმ პიროვნებაზე, ვისაც უყურებთ, ასე ვთქვათ, თქვენი შეფასება, თქვენეული ხედვა. მოდი ვნახოთ ახლა ის როგორ გხედავთ მის თვალში, თქვენ როგორი ხართ, მის თვალში თქვენ როგორი ხართ, პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა. თუ რეზონირდა თქვენთან, ჩემო ძვირფასებო, გააგრძელეთ ყურება, ის რაც უკვე გავაჟღერე, თუ რეზონირდა, გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ მაშინ თქვენ როგორ გხედავთ ეს პიროვნება, თქვენ როგორი ხართ მის თვალში, ვნახოთ აბა როგორი ხართ თქვენ ამ პიროვნების თვალში, როგორ პიროვნებად გხედავთ. როგორი მომენტია, ჩემო ძვირფასებო, თითქოს აიცით როგორია. სტაბილურ პიროვნებად გხედავთ, მაგრამ არის თქვენთან შესაძლებელია ფიქრობს, რომ ეს არ არის აუცილებელი, რომ ჩემო ძვირფასებო, მე ხარ რასაც ვიტყვი, არ არის აუცილებელი, რომ ასეთი პიროვნება იყოთ. უბრალოდ ეს არის მისი ხედვა. სტაბილურ პიროვნებად გხედავთ, შესაძლებელია ცოტა ცივი პიროვნება ხართ, ძალიან ბევრი ფიქრი გიყვართ, ძალიან ბევრს რაღაც ოყმანობთ, შესაძლებელია პიროვნება ფიქრობს იმასაც, რომ ეჭვიანი პიროვნება ხართ და შესაძლებელია ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ნდობის ფაქტორი თითქოს თქვენ შორის მაინც და მაინც არ არის. შესაძლოა ფიქრობთ, რომ პიროვნებას არ ენდობით ერთი სიტყვით. აი ესეთი რაღაცნაირად ესეთი შთაბეჭდილება სტოვებთ მასზე. კიდევ როგორ გხედავთ ეს პიროვნება, კიდევ როგორ გხედავთ? ხო, შესაძლებელია სწორედ ამის გამო, რომ რაღაც თქვენ შორის არის რაღაც ეჭვიანობა, რაღაც გამოუთქმელი მაინც და მაინც შესაძლებელია მუდმივად კონტროლი, ჩემო ძვირფასებო და აი ეს მომენტი რაღაცნაირად თითქოს აი აგრესია ჩნდება ამის გამო და შესაძლებელია რაღაც ასევე ოჯახის არკანი ამოვიდა, არ ვიცი, შესაძლებელია ის ფიქრობს ოჯახი ხომ არ გქონდათ თქვენ წარსულში და ახლა რაღაცნაირად არ ვიცი, აქ რა მომენტია, თითქოს ფიქრობს ის, რომ რაღაც თქვენ ცხოვრებაში შესაძლოა წარსულში იყო ოჯახი, ხო, შესაძლებელია ამ მომენტში აღარ გაქვთ ურთიერთობა და ასე ვთქვათ, არის განქორწინება, მაგრამ პიროვნება, იცით როგორი მომენტია, თვლის ასევე და ფიქრობს, რომ შესაძლოა თქვენს ურთიერთობას ან თავს იკავებთ ურთიერთობაზე, ან რაღაცნაირად ურთიერთობა ჩიხში ექცევა იმის გამო, რომ შესაძლებელია რაღაც არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი, ჩემო ძვირფასებო, არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი, ზოგიერთად შესაძლებელია იყოს ისიც, რომ ერთ-ერთ მხარეს გქონდეთ ოჯახი, ეს ყოველ შემთხვევაში მისი ფიქრებია, ის ფიქრობს, რომ თქვენ შესაძლებელია რაღაც არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი, ჩემო ძვირფასებო და აი ეს რაღაც ყოყმანია აქ და ყოყმანობთ და ძალიან ბევრს ფიქრობთ ამაზე. ეს არის მისი ხედვა. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ აქ რაზეა საუბარი, მაგრამ აი რა არკანებიც ამოდის, მე იმას ვაჟღერებ. შესაძლებელია იცით რა არის, თქვენ გქონდათ რაღაც წარსულში ოჯახი ან და რაღაც მაინც არის ბლოკები, ხო, იმის რომ გიშლით ხელს ეს ყველაფერი, რომ რაღაცნაირად ახალ ურთიერთობას და ახალ არჩევანს ვერ აკეთებთ და ურთიერთობა შესაძლებელია ამის გამო არ ვითარდება. ეს არის მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში. მოდი ვნახოთ ახლა აი იმ პიროვნების
რეალური სურვილი რა არის თქვენთან მიმართებაში? მოდი ვნახოთ და შემდეგ ვიკითხოთ უკვე ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა, როგორი იქნება პერიოდი თავად უნდა ჩაიფიქროთ. მაშინ ვნახოთ მისი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების სურვილი რა არის თქვენთან მიმართებაში. აი რა არის, ჩემო ძვირფასებო. თავადაც ხედავთ, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იცის უკვე მნიშვნელობებიც და რას ნიშნავს ეს არკანები. პიროვნებას რეალურად სურს, რომ რაღაც არჩევანი გააკეთოთ და რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ. მისი გადაწყვეტილება, ანუ მასთან დაკავშირებით მიიღოთ გადაწყვეტილება, ერთი სიტყვით, ეს არის მისი სურვილი. აქ მე ვფიქრობ, რომ თქვენ რაღაცნაირად კი ის ხედავთ ძალიან ლამაზ პიროვნებად, მისთვის მისაღები პიროვნება ხართ, ყველანაირად შემკული, მაგრამ მას სურს, რომ ეს წარსული რაღაც მიჯაჭულობები რაც გაქვთ, თუ გაქვთ ხო, რაღაც წარსულთან დაკავშირებით, ეს გადაწყვიტოთ, ეს გადაწყვეტილება და ნუ რაღაც არჩევანი გააკეთოთ, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა სურს ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში? რა სურს მისი სურვილები? ნუ იცით რა არის, აი როგორც პიროვნება არის მარტო და მას სურს რაღაცნაირად, რომ აი ეს სიმარტოვე, რომელსაც ამ მომენტისთვის განიცდის პიროვნება, ხო დასრულდეს ეს ყველაფერი, დასრულდეს და რაღაცნაირად ურთიერთობა თითქოს აღდგეს, მაგრამ აქ ერთი ფაქტორია, ჩემო ძვირფასებო, მე სურვილი კიდევ ერთხელ თქვენთან მიმართებაში. ხო, ახლიდან სურს ურთიერთობის დაწყება, ყველაფრის განულებად შემოკარგებო და რაღაცნაირად თუ თქვენ ამ პიროვნებასთან არ ვიცი, ადრეც გქონდათ ურთიერთობა და შემდეგ რაღაც პერიოდი გაწყვეტილი გქონდათ, ხო, კავშირი, ამ პიროვნებას რაღაცნაირად სურს თქვენთან ახლიდან დაწყება ყველაფრის. კი, აქ მე მიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია თქვენ გაქვთ რაღაც როგორი მომენტი იცით, თქვენ გიჭირთ რაღაცნაირად გადაწყვეტილების მიღება და თქვენ როგორ გითხრათ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ასე ვთქვათ, ხო, არის რაღაც წინააღმდეგობა თქვენი მხრიდან, რაც რისი გადაჭრაც და რისი გადაწყვეტაც ამ პიროვნებას სურს. არ ვიცი, ეს შესაძლებელია იყოს ყოფილი ოჯახი, ჩემო ძვირფასებო, ან შესაძლებელია კიდევ იყოს ის ვარიანტი, რომ ამ პიროვნებასთან გინდათ იყოთ ოჯახურ ურთიერთობაში, ერთი სიტყვით, და სწორედ ეს ფაქტორია, რომ აი ან მისი როგორ გითხრათ, მას კი სურს თქვენთან ურთიერთობა, რაღაც მიიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ თქვენ ნაკლებს შესაძლებელია არ დასჯერდებით, მან ეს შესაძლოა იცის და ასე ვთქვათ, აი ეს რაღაც წინააღმდეგობა მოდის თქვენს ურთიერთობაში და ამის გამო თითქოს ურთიერთობა ასე ვთქვათ, დიდად წინ არ მიდის. მოდი ვნახოთ განვითარების პერსპექტივა როგორი იქნება პირველი ვარიანტისთვის. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტისთვის ეს უკონტაქტო ურთიერთობა, მომდევნო 2 თვე აიღეთ ან 1 თვე თქვენ თავად ჩაიფიქრეთ, რა განვითარება ექნება თქვენს ურთიერთობას მომდევნო 1 თვის განმავლობაში პირველ ვარიანტს, ვინც უყურებს რა განვითარება ექნება, ჩემო ძვირფასებო. ნუ აქ როგორ გითხრათ, იცით, აქ ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ისევ წარსულის რაღაც გავლენებია და აქ ვფიქრობ, რომ ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა მომდევნო 1 თვის განმავლობაში არ იქნება დასტის ძირზეც მაქვს 7-იანი პენტაკლი, აქ ჭირდება ამ ურთიერთობას ჯერ კიდევ, როგორ გითხრათ, ყველა დრო სჭირდება ერთი სიტყვით, რომ რაღაცნაირად ჯერ აი წარსულის ასე ვთქვათ, ბორკილებიდან გამოხვიდეთ და მე აქ ვერ ვხედავ იმას, რომ ამ ურთიერთობას პირველი ვარიანტისთვის მომდევნო 1 თვის განმავლობაში რაიმე შეიცვლება, ჩემო ძვირფასებო, ვფიქრობ ისევ გაგრძელდება, აი ესეთი შეიძლება ისევ იყოს ეს მანძილზე ურთიერთობა, თქვენ ისევ თქვენთვის, ის თავისთვის და ისევ ასეთი კომუნიკაცია ზოგიერთთან შესაძლებელია ამისი ნაკლებობაც კი იყოს, ჩემო ძვირფასებო.
აქ მე ვერ ვხედავ იმას, რომ რაღაც იყოს ან შეხვედრა, ან რაიმე სხვა ახალი ეტაპი. ყოველ შემთხვევისთვის, აი რასაც მიჩვენებს კარტი, მე იმას ვაჟღერებ. აქ არის რეალურად რაღაც ბლოკები, რაც გიშლით განვითარებაში, ხელს ურთიერთობის განვითარებაში ხელს. ეს თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ჩემო ძვირფასებო. ნუ სხვადასხვა ვარიანტი იქნება ყველასთვის, ეს საჯარო გაშლა, მე ესე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ რაც არის იმას ვაჟღერებ. ასეთი იყო პირველი ვარიანტი. გადავდეთ მე პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა. ვნახოთ როგორია, დასტახომ არ შევცვალო, ფიქრობ. დასტახომ არ შევცვალო, მოდი შევცვლი დასტას და ვნახოთ აბა თქვენ როგორ ხედავთ მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა. თქვენ როგორ ხედავთ პიროვნებას, ვისაც ფიქრობთ, უკონტაქტო ურთიერთობაზე გვაქვს აქ საუბარი, ჩემო ძვირფასებო, თქვენი თვალით დანახული, რა იცით მის შესახებ და როგორ ხედავთ. თქვენ იმ პიროვნებას, ვისაც ფიქრობთ. აბა ვნახოთ, რას გვიჩვენებს. მეორე ვარიანტისთვის, როგორ ხედავთ თქვენ იმ პიროვნებას? ნუ აქ იცით როგორი მომენტია, ჩემო ძვირფასებო. აქ ვფიქრობ, რომ თქვენთვის ეს პიროვნება საკმაოდ ესეთი დადებითი ემოციის მატარებელი პიროვნება, რომელსაც შეუძლია კომპლიმენტები გითხრათ, ასევე პიროვნება, რომელსაც შეუძლია ხო რომ რაღაც სიტყვაზე ქათინაურები, ნუ ერთი და იგივეა, მაგრამ რაღაც აი გულითადი საუბარი, ემოციით აგავსოთ და ვფიქრობ, რომ კომპლიმენტებს არ იშურებს ეს პიროვნება თქვენს მიმართ, კეთილ სიტყვებს, კეთილ დამოკიდებულებას. შესაძლებელია რაღაც რომანტიკული სასიყვარულო SMS-ებსაც გიგზავნით და ეს ძალიან გსიამოვნებს. თქვენ ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა. ანუ საკმაოდ დადებით ემოციებს აღძრავს ეს პიროვნება თქვენში, საკმაოდ დადებითს და რაღაცნაირად თითქოს ხო, აქ როგორი მომენტია კიდევ იცით, დაიწყო კარგად, მაგრამ შესაძლებელია რაღაცნაირად იცით როგორია აქ გინდათ უფრო მეტი გინდათ, ანუ შესაძლებელია იცით აი ამ ქათინაურების, ამ რაღაც კომპლიმენტების და რაღაც სასიყვარულო შეტყობინებების იქით თითქოს არ მიდის ხო საქმე. შესაძლებელია იცით რა არის აქ პიროვნება გთავაზობთ რაიმე ან შეხვედრას, ან რაღაც ისეთს, რაც მაგრამ აქ მე მიჩვენებს იმას, რომ თითქოს თქვენ რაღაცნაირად ფიქრში ხართ და გიჭირთ რაღაცნაირად, რომ მისი რაღაც წინადადება, ასე ვთქვათ, მიიღოთ და ის შეთავაზება და მისი რაღაც წინადადება რაღაცნაირად მიიღოთ, გიჭირთ თითქოს ეს, მაგრამ ნუ პიროვნებისგან რაღაც სასიამოვნო იმპულსები მოდის, კი. კიდევ როგორ ხედავთ მას, რა ხდება? პიროვნება, ჩემო ძვირფასებო, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა, შესაძლებელია თავის ცხოვრებაზე ბევრს არაფერს გიყვებათ. მას შესაძლებელია ქონდა რაღაც ურთიერთობა წარსულში, შესაძლოა ოჯახიც, მაგრამ რატომღაც ამის შესახებ თქვენთან ნაკლებს საუბრობს, თქვენ მართალია გაინტერესებთ და არ არის გამორიცხული, რომ შესაძლოა შვილი წყავდეს, ზოგიერთთან ასეც რეზონირდეს, ჩემო ძვირფასებო. და ვფიქრობ, რომ თავისი წარსული ცხოვრების შესახებ პიროვნება თქვენთან ნაკლებს საუბრობს და შესაძლებელია არც უყვარს ამ თემაზე საუბარი. ჩემო კარგებო, არ დაგვაუწყდეს, რომ საჯარო გაშლა და მე ვაჟღერებ სხვადასხვა ვარიანტს და რაც თქვენია ის მიიღეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთია თქვენი ხედვა, ბევრი არაფერი არ იცით ერთი სიტყვით ამ პიროვნების შესახებ, მისი წარსული ცხოვრების შესახებ. დიდად ამ პიროვნებას არ სურს საუბარი თქვენთან თავის რაღაც წარსულ ცხოვრებაზე და წარსულ ურთიერთობაზე ერთი სიტყვით და აი ამის გამო რომ შესაძლოა თქვენ არ იცით მიმისზე ბევრი რამ, მის რაღაც წინადადებებზე, მის რაღაც შემოთავაზებაზე, თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ და გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. თითქოს ჩემო ძვირფასებო, აქ აი ესეთი ენერგიები მოდის და თუ გეცნოთ თქვენი საკუთარი სიტუაცია და თქვენი თავი, მაშინ გავაგრძელოთ ყურება და ვნახოთ ის როგორ ხედავთ თქვენ, ხო თქვენ როგორი ხართ მის თვალში. მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების თვალში როგორი ხართ თქვენ, როგორ გხედავთ.
ძალიან ლამაზი პიროვნება ხართ, ძალიან შეუცნობელი. შესაძლებელია გათვალიერებთ ასე ვთქვათ ინტერნეტით თქვენს ფოტოებს, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მანაც არ იცის თქვენს შესახებ. ჩემო ძვირფასებო, ამოუცნობი პიროვნება ხართ მისთვის და რაღაცნაირად თქვენს თითქოს ბევრ რამეს მის თვალში მალავთ და ბევრ თქვენს შესახებ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, თქვენს დიდად არ გასცემთ, ასე ვთქვათ, მასთან არ საუბრობთ მის შესახებ. ხო, აი როგორი მომენტია, იცით, ის ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვენს გაქვთ რაღაც, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, სანერვიულო თუ რაღაც საფიქრალი, რისი გამშავნებაც არ გინდათ და რაღაც არჩევანს თითქოს არ ჩქარობთ, ხო, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოთ და ასე ვთქვათ, დიდად მის, აი როგორც თასის დედოფალი, თასის მეფე, არის თქვენს ცხოვრებაში, ჩემო ძვირფასებო, რაღაც ისეთი, რაც მან არ იცის და ამ ყველაფერს ხვდება კარგად. ვნახოთ აბა ვნახოთ მისი ყოველ შემთხვევაში მისთვის ძალიან ლამაზი პიროვნება ხართ სამყაროს არკანის თუ იმსჯელებს და დაინტერესებულია და ათვალიერებს აქტიურად თქვენს სოციალურ ქსელს, მაგრამ შესაძლოა ბევრს ვერაფერს ინფორმაციას ვერ ღებულობს იქიდან. ვნახოთ ახლა როგორია მისი ანუ რა სურვილები და რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში. ვნახოთ ამ პიროვნებას, ვინც მეორეებმა ჩაიფიქრეთ, რა სურვილები და რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში. ჩემო ძვირფასებო, აქ არის როგორი მომენტი, იცით? ხო, აქ როგორი მომენტია, ძალიან იზიდავთ, მისთვის ძალიან, ასე ვთქვათ, სექსუალური პიროვნება ხართ და დაინტერესებაც აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც იცის, რომ ადვილად დასაყოლიებელი პიროვნება არ ხართ და შესაძლოა მისი რაღაც ის სურვილები, რაც ასე ვთქვათ, რაიმე შემოგთავაზოთ, შესაძლოა ამ ყველაფერმა რო გაამჟღავნოს, შესაძლოა ეს ურთიერთობაც საერთოდ დასრულდეს, ხო? აქ არის ჩემო ძვირფასებო რაღაც ემოცია, გრძნობა, ძალიან სიმპათიური ხართ მის თვალში, საყვარელი პიროვნება ხართ, მაგრამ ასევე არის მომენტი, რომ თქვენ რაღაც არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი და არ ვიცი, აქ ვფიქრობ, რომ მან რომ გაგიმჟღავნოთ თავისი სურვილი, შესაძლებელია ეს ურთიერთობაც დასრულდეს კოშკის არკანით, ანუ რეალური რაღაც ზრახვები რომ მოისმინოთ, მაგრამ რაღაც არჩევანზეა აქ საუბარი. ორიანი კვერთხი, რაზე მოსაუბრება აქ, ვნახოთ აბა. არ ვიცი, ჩემო ძვირფასებო, აქ შესაძლებელია პიროვნებას როგორი მომენტია აქ, იცით, შესაძლოა, არ ვიცი, სასიყვარულო სამკუთხედში თქვენი შეტყუება ხომ არ უნდა, რომელიმე მხარეს შესაძლოა გაქვთ კიდევ ურთიერთობა პარალელური, არ ვიცი, მაგრამ აქ რაღაცნაირად ასეთ საკითხს მიჩვენებს, რომ შესაძლოა რაღაც ისეთ ბოდიშით ამ იმისთვის, მაგრამ ნუ მიწვენთ ხომ არ უნდა პიროვნებას, რომ მისთვის ანუ სასიყვარულო სამკუთხედში თქვენი შეტყუება, ასე ვთქვათ. მიხვდით ხო, რაზეც მაქვს საუბარი, იმიტომ რომ აქ ოჯახის არკანებიც ამოვიდა, რომელიმე მხარეს შესაძლოა იდგეს ოჯახი, ჩემო ძვირფასებო და ან ყოფილი ოჯახი, ერთი სიტყვით, რომელთანაც შესაძლოა სრულად არ გაქვთ რომელიმე მხარეს გაწყვეტილი, ასე ვთქვათ, დასრულებული ურთიერთობა, ხო? შესაძლოა ეს ვარიანტიც იყოს, ჩემო კარგებო და ვნახოთ აბა ერთი როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. როგორ განვითარდება მომდევნო 1 თვის განმავლობაში ეს ურთიერთობა, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. შვიდიანი რატო ამოვიდა, რაზე მიჩვენებს? ჩემო ძვირფასებო, აქ ამოვიდა ორი მამაკაცი, პენტაკლის მეფე და ხმლის მეფე. აქ შესაძლებელია იყოს რაღაც შეთავაზება, რაღაც ასე ვთქვათ, ურთიერთობის რაღაც ახალ ეტაპზე გადაყვანის მცდელობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ შესაძლოა რაღაც ასე ვთქვათ, რაღაც ტყუილს და რაღაც ილუზიებს გქონდეს ადგილი, ჩემო ძვირფასებო. შესაძლებელია აქ
რაზე აქვს საუბარი რეალურად? შემოძვირფასებო, აქ შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ის, რომ აქ იყოს დაინტერესება მატერიალური კუთხით და აი ამის გამო იყოს რაღაც ცდუნება და ადამიანის, ასე ვთქვათ, შეცდომაში შეყვანა, რაღაც ილუზიების შექმნა, რაღაც დაპირებებით, მაგრამ რეალურად იყოს რაღაც მატერიალური დაინტერესება და ამის გამო ურთიერთობა შესაძლოა დაიძაბოს და ასე ვთქვათ, ჩიხში შევიდეს, იმიტომ რომ აქ კი ამოვიდა თავიდან ისეთი არკანები, რომ რაღაც თითქოს მეგონა, რომ რაღაც საიმედოდ წავიდოდა, მაგრამ კი შესაძლოა იყოს რაღაც დაპირება, რაღაც შეთავაზება, მაგრამ აი შვიდიანმა ხმალმა რატომღაც გააფუჭა სურათი და აქ ვფიქრობ, რომ არის რაღაც თქვენი ილუზიის შექმნა იმაზე, რომ რაღაც თქვენთვის რამე კარგისკენ წავიდეს ეს ურთიერთობა, აქ ვფიქრობ, რომ არის რაღაც როგორ გითხრათ, არასაიმედო განვითარებას შესაძლოა კონდეს ადგილი, ხო? სურათია ისეთი, რომ თითქოს მატერიალური დაინტერესებისკენ მიდის ეს ყველაფერი, ჩემი ძვირფასებო. ასეთია ყოველ შემთხვევისთვის, ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ, რომელი ვარიანტი რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის, ჩემო ძვირფასებო. გამოიწერეთ არხი, ვისაც არ გამოგიწერიათ, დამიკომენტარეთ, ძალიან მაინტერესებს ყოველი ვიდეოს შემდეგ მოვისმინოთ თქვენი აზრი. მადლობა და ნახვამდის.